თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ასევე ადამიანები, ვინც უკვე მე გვიყურებს სოციალური ქსელის საშუალებით. დიახ, ეს არის ხონის სათემო რადიო, რომელიც ჩვენ უკვე კარგა ხანია ეთერში ვართ, 3 თვეა უკვე ჩვენი გადაცემები ისმის ჩვენს თემში და არა მარტო ჩვენს თემში და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს უკვე ჩვენი გადაცემები. ბევრ გადაცემაზე ძალიან კარგი უკავშირი ჰქონდა, რაც ძალიან მახარებს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი გადაცემების ციკლი დაფინანსებულია DVV International-ის მიერ, რომელიც გახლავთ ჩვენი პროექტის ხელმძღვანელი დაფინანსებელი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მათ შორის ხონის რაიონში, სადაც სათემო ცენტრში, დასრულთა განათლების ცენტრში უამრავი პროექტი, უამრავი პროგრამა და დღემდე მიმდინარეობს უამრავი პროფესიული საგნის დაფინანსება და მათ შორის ეს არის რადიო პროექტი, სადაც ხონში მცხოვრებ ადამიანებს, ხონთან დაკავშირებულ ადამიანებს ვაცნობთ ჩვენ ერთმანეთს. მე მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინოთ, ჩვენი გადაცემების ციკლი უკვე იწყებს პედაგოგების წარდგენა, ჩვენ მქონდა კულტურის მუშაკები წინა თვეში, ასევე ისმოდა დევნილთა ხმები ამ რადიოში და ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ თემში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აფხაზეთიდან დევნილებს, თვითონ აქ სადაც ჩვენი განათლების დაცვთა ცენტრი არსებობს. დავიწყეთ ისეთი პედაგოგით, რომელიც მასწავლებლის ჯილდოზეა წარდგენილი. 27 ოქტომბერს გავიგებთ, ვინ არის გამარჯვებული, მაგრამ უკვე წარდგენა ძალიან დიდი პატივია. დამეთანხმება მოწვეული სტუმარის მე მას სიამოვნებით წარგიდგენთ. ეს გახლავთ ქალბატონი იამზე ფანცულაია, რომელიც არის გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ივან დიდის საჯარო სკოლის ბუნების მეტყველების პედაგოგი, წამყვანი მასწავლებელია, ცნობილი პროფესიულ წრეებში. დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მის სკოლაში, მის მუნიციპალიტეტში და ზოგადად კარგი მასწავლებელი. დღეს მართლაც ართლით არის საძებნი და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვყავს ასეთი ადამიანები და დიდი მადლობა რომ დაგვთავთ ის ინტერვიუზე. ქალბატონო იამზე პირველ რიგში დიდი მადლობას მოგახსენებთ, რომ გვეწვიეთ, გამოძებნეთ დრო ჩვენი რადიოსთვის. და პირველ რიგში მინდა გითხრათ ამ ჯილდოზე ვილაპარაკოთ, რამ განაპირობა თქვენი წარდგენა, ვინ წარგადგინათ და რა მოლოდინები გაქვთ და როგორი ხელვით ელოდებით გადაწყვეტილებას. ხელვით ნამდვილად ველოდებით გადაწყვეტილებას, წარმოგიდგენა სკოლა, ჩემი სკოლის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლია ჩეხლაძემ, რომელიც მე თვითონ არ ვიცოდი, წარდგენილი რომ ვიყავი, ბოლოს გავიგე. შეაფასა ჩემი შრომა, რომელსაც წლების განმავლობაში 23 წელი, 24 წელი შესრულდება აპრილის თვეში, როდესაც რაც ამ სკოლაში მუშაობდა, ამდენი წლიანი გამოცდილება მაქვს და შეაფასა ჩემი შრომა და დააფასა და ჩემთვის არ უკითხავს, ესე გააკეთა ეს განაცხადი და ბოლოს გავიგე, რომ ვიყავი წარდგენილი ეროვნულ ჯილდოზე. რა ვიცი, ველოდები, ვერ ვიტყვი რომ ველოდები, იმიტომ რომ უამრავი წარმატებული მასწავლებელი ყავს საქართველოს და თუ ვიქნები მათ შორის ერთ-ერთი, რომელიც ამ ჯილდოს დავიმსახურებ, ალბათ კმაყოფილი ვიქნები და თუ არა და რა ვიცი, ვიქნები მათ შორის, რომელიც ვერ მოხვდებით ალბათ ამ იმაში გამარჯვებულთა სიაში. თუმცა წინასწარ ულოცავ იმათ, ვინც ამ ათეულში მოხვდება და გაიმართებს. მე ვფიქრობ, რომ სერიოზული მოტივაცია მაინც ის, რომ წარდგენა ხდება და რომ ხართ იმ სიაში, ვინც განიხილება როგორც პრეტენდენტი და ეხლა ეს იმიტომ კი არა, რომ მარტო სტიმულია და კარგია ეს ისა წარდგენა. ეს ასე არ ხდება, ხო? ამას თუ წარსული არა აქვს ამ ყველაფერს, აქ თუ არ არის თქვენი შრომა, უამრავი ღამისთევა, უამრავი ჩადებული მოსწავლეში, სკოლაში, 1000 პროექტებში, ასე ვერ მოვიდოდით აქამდე ნამდვილად და მინდა რომ ამ გზაზე ვილაპარაკოთ ახლა. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თქვენ 2019 წელს თქვენი პროფესიით, საბუნებისმეტყველო პროფესიით, საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი გახდით. ამაზე გითხარით, ეს როგორ იყო, ასე რომ წარჩინება და ჯილდოები თქვენთვის გადახალი არ არის, ასე რომ პირველი არ არის, თუმცა თქვენი აღიარება ფასდება, ეს ამ მნიშვნელოვანია. დიახ,
აი მაშინაც ეს კონკურსი, მაშინ იყო კონკურსი, რომელიც თავად გავიარე ყველა საფეხური და ჩვენი სკოლის დირექტორი იმჟამად იყო ქალბატონი ნატო ძიძიგური, რომელმაც ჩვენი ერთ დღეს დამიძახა და მითხრა, რომ გამოცხადდა საუკეთესო მასწავლებლების კონკურსი და შენ გაქვს ამისი მონაცემები და შესაძლებლობები და შედეგებიც სკოლაში, რომ გააკეთე განაცხადი და მაშინაც სასტიკე უარი ვთქვი. მე მთხოვად ამერიკას აღამოს დღეს არის ბოლო ვადა და აუცილებლად უნდა გააკეთო განაცხადი. გავაკეთე ერთ ჩვეულებრივი დირექტორის ხათრით ამის განაცხადი. მივიღე მე პოსტაზე მეორე საფეხურზე გადასვლის. მეორე საფეხურის აქტივობას კიდე დირექტორის ხათრით გავაკეთე და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ მოხდი ათეულში, ჩავედით და ჩემი სახელი და გვარი საუკეთესო მასწავლებელი ბუნების მეთვალებაში რომ გაჟღერდა, ჩემთვის მართლაც უცხო იყო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე რასაც ვაკეთებ, ეს ჩვეულებრივი ერთ მასწავლებლის მოვალეობაა და ამას ყველა უნდა აკეთებდეს. გავიარე, სანამ იქ თბილისამდე ჩავიდოდი, დასწრება მქონდა, იყვნენ კომისია ჩამოსული, გაკვეთილიც ნახეს, ყველაფერი ნახეს და დაველოდე ერთი ჩვეულებრივი იმედების მცირე იმედებით. და არ ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ბუნების მეთვალების მასწავლებელი ძალიან ბევრია Facebook ჯგუფებში და მასში ვადრევნებ თვალს მასწავლებლების მუშაობას და ყველაფერს და ვფიქრობდი, ერთ ჩვეულებრივი მასწავლებელი ვიყავ, რომელსაც შეიძლება და არ მერგებოდა მეგონა და აღმოჩნდა, რომ იმ ბატონი ბერიკა შუგაგიძე იყო მაშინ მასწავლებელთა სახლის ხელმძღვანელი და ჩემი ლექტორი გახდათ შეუთვალოთ მოგითხვა ბატონ ბერიკა ძალიან მაგარი კაცი და ბატონ ბერიკასთან ასე უბრალო კონკურსი ვერ გაივლიდა ნამდვილად ძალიან მაგარი იყო და როდესაც გაიხსნა კონვერტი და ჩემი სახელი რა დასახელდა და გვარი ნამდვილად რა ვიცი იყო ბედნიერება ნამდვილად იყო მაგარია ეს თვითონ რა მაგარია მთელი რაიონისთვის, სოფლისთვის, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ყავს სოფელში მასწავლებელი, რომელსაც ქვია მის საქმეში საუკეთესო მასწავლებელი. სკოლის ძალიან დიდი საჩუქარი მგონია ეს. კი, ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ დღემდეც, ახლაც ვაკეთებ და ეს წარდგენაც ნამდვილად ჩემი დირექტორის ქალბატონ ილიას დამსახურება არის, იმიტომ რომ მე არ მიფიქრე ამ ჯერზე წარდგენა და ვაკეთებ ჩვეულებრივ, როგორც მასწავლებელი ვასრულებ ჩემს მოვალეობას. და გამოდის ბოლოს ისე რომ ერთ კონკურსი მოვიგე და ამ კონკურსზე ვერ ვიტყვი წიას არა იქნება. უამრავი რამე გაქვთ გაკეთებული, თქვენ რომ ერთ ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებას ეძახით, მესმის საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან როგორც წესი წარმატებული და ესე საუბრობენ და არ მიყვარს თქვენგან ესეთი თავდაბლობა, თუმცა ბევრი რამე გაქვთ გაკეთებული, მე მონიშნული მაქვს ამდენიმე რაღაცა. პირველ რიგში თქვენ ასევე ხართ პედაგოგი, რომელიც მწვანე დროშა მოუტანეთ და დამაყობთ ვიცი ამ ყველაფერით. იმიტომ რომ თქვენ ბიოგრაფიას გადავხედეთ, თქვით რომ ყველაზე მეტად აი ამაზე მინდა რომ რაღაცა ისა აპელირებთ ყოველთვის რომ მწვანე დროშის მფლობელია თქვენი სკოლა თუ კლასი თუ როგორ სკოლა მთლიანად და ეს იყო თქვენი დამსახურება და ფასილიტატორი ვიყავი ამ კი ბატონო რას ნიშნავს ეს მწვანე დროშა საქართველოს გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია პროექტი იყო ეკოსკოლები საქართველოში ამის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი და დავრეგისტრირდი ჩვენი სკოლა და ფასილიტატორად დავინიშნე მე და ზედითადად გუნდი ვიყავით 15 კაციანი გუნდი ვიყავით სადაც 10 მოსწავლე იყო გაერთიანებული ამ გუნდში და 5 მასწავლებელი და მე სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონ ილიაც იყო მარტო ეს ჩემი დამსახურება არ იყო ფასილიტატორი ვიყავი და ფასილიტაციას უწევდი მაგრამ ეს ის პროექტი იყო რომელიც მოვიგეთ მთელმა გუნდმა და სულ ვამბობ რომ მოვიგეთ მთელმა გუნდმა და რაღაცნაირად ესეც მეუხერხულება რომ მაინც მოიხსენიები რომ ფასილიტატორობით ჩემი ფასილიტატორობით მოხდა ამის მოგება ეს პროექტი არის გარემოს დაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩეხეთი აფინანსებდა ეკოსკოლები საქართველოში დავიცვათ საქართველოს ისუფთავი ასეთი ორგანიზაცია და 80 ქვეყანას შორის სოფლიოში ჩვენ ვართ ერთ-ერთი სკოლა რომელსაც მწვანე დროშის ტიტული გვაქვს ბიომრავალფეროვნება იყო ჩვენი თემა 80 სკოლა თუ 80 ქვეყანა 80 ქვეყანა და 80 სკოლა რომელიც მწვანე დროშის მფლობელები გახდა ერთ-ერთი ჩვენი სკოლა არის ანუ საქართველოსდან თქვენი არის საქართველოს არა 5 სკოლა იყო საქართველოსდან თუ თქვენ წამოვიღეთ და 80 ქვეყანა და აქედან ერთ-ერთი ჩვენი სკოლა იყო და არ ვიცი ეს არის მართლაც ჩემი როგორ ვთქვათ მიღწევა იმ
გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, ბოლო შედეგი შარშან დავამთავრე და ამ ზაფხულში მოგვივიდა ეს, რა ქვია, გადაწყვეტილება და გამარჯვების ინფორმაცია, რომ გავიმარჯვეთ ამათ იმ ხუთეულში მოხვდით. ეს არის ჩემთვის ყველაფერი. იმიტომ რომ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს ქონდა შეწუხებული, ასე ვთქვათ, კარგად ამ სიტყვით, რაიონის მუნიციპალიტეტი გვეხმარებოდა ბატონი ბადრი ბახტაცის დახმარებით, ვანშიც ვიყავით ჩასული, გურიაშიც ვიყავით, მცენარე ბიომრავალფეროვნება იყო ჩვენი თემა და უამრავი მცენარე მოვიტანეთ, გვაჩუქეს, არ ვიცი რა, ანუ მწვანე კუთხე უნდა მოგვეწყო, მოსწავლეთა ჩართულობა იყო, სადაც ეს მე ვინ ამოწმებდა ამას? ამას ამოწმებდა ისევ ეს ორგანიზაცია. ჩამოდიოდნენ ასე სოფლში. ანუ ყველაფერი ამ ჩვენს ნამუშევრებს ვაკეთებთ პორტფოლიო შევქმნით ბოლოში. მათ სკოლის, ანუ მათ Facebook გვერდზე ვაგზავნით, დოკუმენტებს ყველას ვაგზავნით, ყველა ფოტო, ყველა მასალა რა ტვირთავდით კი და საჯარო ხდებოდა. ეს იყო საჯარო და მსოფლიოც ხედავდა ამას. იმათ შორის რაც სხვაგანაც ხდებოდა და მე შეამოწეს პორტფოლიო შემოწეს და გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი სკოლები იყო საქართველოსთან ჩართული და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განაცხადი მხოლოდ 33-მა გააკეთა და 5 გამარჯვებულ სკოლას შორის ჩემი სკოლა იყო. იმიტომ რომ იმდენად რთული პროცესი იყო, იმდენად შრომატევადი იყო, იმდენად დრო სჭირდებოდა, ფინანსები სჭირდებოდა, ეთყობა ვერ მივიდა ყველა იმ ხო, ეთყობა ვერ მივიდა და ალბათ ყოჩაღები ის 33 სკოლა, რომელმაც გაუძლო ამ ყველაფერს და ბოლო წარმატება, რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპისთვის ახალი სასწავლებელი ახლა დაწყებული და წინა ზაფხულში გავიკეთე ამ წარმატების შესახებ, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. აღიარება ამ ეროვნულ ჯილდოს ეს სადმე მოხდა დაჯილდოება? ჯერ არ მოხდა, რომ ველოდებით სკოლაში მწვანე ჯილდოს აფრიალებას. ანუ ჯერ არ ჩამოვიდა. არა, თვითონ ჩამოვლენა, ჩამოგვიტანენ. და მე უნდა ვიმუშაოთ ამ დროშის შესანარჩუნებლად. ეს გარდამავალია? გარდამავალია და კიდევ უნდა შეიძლება სხვა გაიცა თქვენ წაიღო? კი, შეიძლება წაიღოს და ჩვენ მაინც ვიმუშავებთ და იმას გააკეთონ ეს დროშა სხვა კაცი. კი, აი მაგას ვამბობ ზუსტად. ჩვენ იმას რაც დავიწყეთ, გზაში არ მივატოვებთ, წაიღოს სხვა სკოლა. კიდე სხვა სკოლა გახდეს ცნობილი. ის რაც ჩვენ შევქმნით სკოლაში, ის სხვამაც გააკეთოს. ისინი გახდნენ, თუ ვინმე ჩემი დახმარება დაჭირდება, მათ გვერდით დავდგები, მათაც გქონდეთ ეს ტიტული და ჩვენ დროშის გარეშეც გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას. ჩემი სურვილი ესაა. თუ შევინარჩუნებთ და ვერ შეძლებენ შევინარჩუნებთ, შევეცდებით, მაგრამ მე მაინც იმას მივესალმები, რომ სხვა გახდეს ამ ტიტულის ფლობელი. თავდაპირველად თქვენ გარდა ამისა ხართ ინკლუზიური განვითარების კუთხით პედაგოგი, სპეცმასწავლებელი, თავისთავად ეს რას მოიცავს და ამჟამად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით სოფლად ცხოვრები მოსახლეობისათვის ასეთი სპეცმასწავლებელი არსებობა. ხო, 2018 წლამდე, 12-დან 18 წლამდე ვიმუშავე ამ კუთხით სპეცმასწავლებელი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი მე ვქვა მანამდე მე სპეცმასწავლებელი, 2 წლის წინ გამოცდა ჩაუბარი ახალი დაწყებული ინკლუზიური სპეცმასწავლებლების გამოცდები და ახლა უკვე ამუშავებ, საგანზე გადავედი, იმიტომ რომ საჭიროება ასე გახდა. ინკლუზიური განათლება ბევრს ნიშნავს სკოლისთვის, იმიტომ რომ ყველა შესაძლებლობები უნდა იყოს გათვალისწინებული და ყველა მოსწავლე თანაბრად უნდა იყოს ჩართული. არსებობს მარტო სოფლის სკოლებისთვის არა, ყველა სკოლებისთვის მნიშვნელოვანი თემა ეს, იმიტომ რომ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არსებობენ, ბავშვები არსებობენ, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ხალხი ჩაკეტილი იყო და აღარ გამოდიოდნენ და ახლა მათ გზა ხსნილი აქვს სკოლაში და ჩვეულებრივი განვითარების ბავშვებთან ერთად ზის ეს ყველა და ვიმუშავე წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საკმაოდ გავართვი თავი და ახლა მყავს სუსუნო მოსწავლეები, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, სადაც ჩემი გამოცდილება დიდ ანუ მაძლევ შესაძლებლობას, რომ როგორც საინტერესო მასწავლებელმა უფრო ადვილად, უფრო ზუსტად, უფრო მიგნებულად რესურსები იქნება თუ საჭიროებები იქნება თუ რამე გავთვალო და მე მოვარგო კიდევაც საგანმანათლებლო პროცესს. ესაა ინკლუზიური განათლება და ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელი ამ კუთხით უნდა იყოს ჯერ და მე პარალელურად უნდა იყოს უფრო სწორად. ინკლუზიასაც უნდა დაეუფლოს და პლუს ამას საგანს რა თქმა უნდა დაეუფლოს, იმიტომ რომ სხვაგვარად ყველას არა აუცილებელი იყოს სპეციალური საჭიროების, ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და მას მაინც სჭირდება ინდივიდუალური მიდგომები.
ბევრს ნიშნავს ჩემი თემა არის, ჩემი საკითხი არის, რა ვიცი. ინკლუზიური განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია და როდავტოვი ესპერო ცოტა თავიდან გამიჭიდა, მაგრამ მაინც ყავს ბავშვები და შეხება მაინც მაქვს აფაც. გაბდონიამზე თქვენ როგორც ვიცი, რაღაც საბარაკო ცხოვრებასაც ეწევით სკოლის გარეთ, დაუშვათ ეწყობა რაღაც საზაფხულო ბანაკები, საზაფხულო სკოლა. ხო, საზაფხულო სკოლა, მაინც სკოლა ხო, ბანაკის ისევ. ასე დავარქვი მიჩემით დირექციის გადაწყვეტილი. კი ბატონო. ესე ანუ თქვენ იმის თქმა მინდა, სანამ ამაზე მოგვიყვებოდეთ, ეს რა არის, რა საზაფხულო სკოლებია. ზაფხულშიც არ ჩერდებით, ხო? ამის თქმა უნდა, იმიტომ რომ წესით ზაფხული არის პედაგოგისათვის დასვენებისმიერ და პედაგოგი მართლა ისე მუშაობს თავის შუაზე ვერც სადმე ტურიზმით ვკავდება, ვერც ერთმის ვერც ისვენებს, ვერც ეიღებს შეგულებას შემცვლელი თითქმის არ აყავს მისაგანს განსაკუთრებით ამრიგებელი ხარ ადამიანი და კიდე აი ზაფხულშიც რო იტვირთავთ თავს, ანუ თქვენთვის სკოლა როგორც ხვდები არის უკვე ყველაფერი ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეხლა გითხარით ამ საზაფხულო სკოლების შესახებ. პირველი საზაფხულო სკოლასთან დაკავშირებით ვიტყვით იმას, რომ ოჯახი მიპროტესტებს ამ ყველაფერს. ხო, აი პრაქტიკულად იმ ზაფხულში ზარახად ხო. და აი ეს იდეა დაიწყო პანდემიის დროს, როდესაც ბავშვები სახლში იყვნენ. და ვიფიქრე რომ აი ყველა ჩაკეტილი ვიყავით და რა შეიძლებოდა გამიკეთებინა და მოვიფიქრე საზაფხულო სკოლა. და თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ პერიოდში ბავშვები როგორ იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. მიგზავნიდნენ დავალებებს, აი სახალისო გავხადეს, სკოლა როგორ კროსვორდები, ვიქტორინები, კონკურსები, რაღაც მსგავსი რაღაცები, რაღაც საკითხებს დავალებებს ვაძლევდი. მე ვიდეოებს წერდნენ, მქონდა თემები, აი მაგალითად ერთი ჩემი დღე ზაფხულში ჩემს სახლში დაუშვათ. ვიდეოებს წერდნენ, კლიპებს აკეთებდნენ, ჰერბარიუმებს აკეთებდნენ, დიორამებს აკეთებდნენ. მათგან მოდიოდა ეს იდეა, ეს ხარ გავაკეთეთ, ეს ხარ გავაკეთოთ. უბრალოდ დროის გასაყვანა სიმართლე გითხრათ პანდემიის პერიოდში რომ რაღაცა კავშირი არ გაწყვეტილიყო ჩემსა და ჩემ მოსწავლეებს შორის იდეა იყო ამ კუთხით სახალისოც მინდოდა ძალიან ბევრი ვეძებე მაშინ ბევრი რესურსი თავად შევქმნი იმიტომ რომ არ არსებობდა ასეთ ბუნებისმეტყველებაში მანდამაინც არ არის ხელმისაწვდომი ბევრი რესურსი და იმდენი რებუსები ვაკეთე კროსვორდები ვაკეთე და ბავშვები კონკურსებში გამოვიწვიე უფრო საინტერესო რო ყოფილიყო თქვენ ვერ წარმოგიდგენთ როგორ ვიდეოს მიგზავნიდნენ ეგრე დღის განმავლობაში რას აკეთებდნენ სახლში როგორ იყვნენ დაკავებული სოფლის სკოლაა და უფრო როგორ ატარებდნენ ერთ დღეს და მე ეს უკვე გაგრძელდა ჩემი სადამრიგებლო კლასით გადავაგრძელე როდესაც საკონკურსო კლასი ეს კონკურსი გვაქვს ჩვენ სტიპენდიის ერთ-ერთი ის არის სტიპენდია დაწესებული და ამ კლასს კონკურსი უწევს და ვიფიქრე რომ საგნობრივი ცოდნის გახმოვების მიზნით თუ მშობლები წამოყვებოდნენ ბავშვები წამოყვებოდნენ დირექციანებას დამფროდა ზაფხულში საგანმანათლებლო კუთხით მე მუშავა დავეკითხე ჯერ დირექციას მე მშობლებს და მიესალმენ ამას და ამ კუთხით წავედი და 4 წელია უკვე გადავაგრძელე ჩემს სადამრიგებლობაში და თამაშით ხალისი იმიტომ რომ არ მინდა რაღაცა საკონკურსოა საგანი უნდა გაიაროს შიდა სასკოლო კონკურსი მე იქეთ რესურსები ატარებს ამ იმას კონკურსს და ასე შემოვჭით 4 წელი კიდე ჩემი კლასთან, ხოლმე ჩემ კლასთან მქონდა და მინდა აღნიშნო რომ საზაფხულო სკოლაში მარტო ჩემი კლასი აღარ იყო. გააჩნდა სურვილი და არ ვიცი, თითქმის დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან მყავდა მოსწავლეები. ბათუმიც იყო, თერჯოლაც იყო, ბაღდათი იყო, ქუთაისი იყო. გურიიდან მყავდა მოსწავლეები, ონლაინ ვიცნობდით ერთმანეთს, სიგელები მშობლისთვისაც ის იყო და ონლაინ ვაქვეყნებით სიგელებსაც და რა ვიცი, მადლობებსაც, ვიდეოებს, კლიპებს ვაკეთებდი ამათ ნამუშევრებზე, ამათ იმაზე და ამ კუთხით. ახლა რა საზაფხულო სკოლა მაქვს, უფრო ჩემი ბავშვებისთვის შეფარულად მინდა, რომ რაც ვისწავლე მთელი წლის განმავლობაში ეს გამომტკიცა ზაფხულში. ხო და მოსწავლეები რამდენად აქტიურად არიან ჩართული. კი. აჩა. და არა ეს ჩემი სურვილი. ეს იყო მათი სურვილი და ეს იყო მშობლების სურვილი. აჩა. იმიტომ რომ არა აქ ამ ყველაფერს საგაკვეთილო ის და ის რომ გადავაგზავნე კროსვორდი ხო იცი ხო მაინც სხვაგვარად ისაა და რებუსები გადავაგზავნე, კროსვორდები გადავაგზავნე, სახალისო აქტივობები რაღაცები გადავაგზავნე და ბავშვები დაინტერესებული იყვნენ და ელოდებოდნენ შეფასებას.
ძალიან მაგარი. სად ქონდათ შეცდომა, რომ მთელი ზაფხული ვიმუშავე. კამონიამზე მე ვიცი რომ თქვენ საკმაოდ წარმატებები მიაღწიეთ თქვენ მოსწავლეებთან ერთად ეტალონში, რომელიც არის მართლაც ახალხო პროექტი და ჩართული იყო საქართველოს ეროვნული ლამისერუნ მთელი სკოლები, საკმაოდ პოპულარული სატელევიზიო გადაცემა იყო. რა ამაზეც რომ მოგვიყეთ ამ კუთხით რა გამოცდილება იყო? იყო ეტალონში ჩართული იყო და თავიდან მე თვითონ უყურებდი ამას და მე თვითონ დავსვამდი ბავშვებს, მოვაწყოდით სასკოლო, მე მშობლებმა გადაიბარეს ეს და იყო ეს პერიოდიც ამ ეტაპშიც არ ვარ ეტალონში ჩართული, მაგრამ იყო ეს პერიოდიც. მინდოდა ჩემი ბავშვები ყველა კონკურსში ყოფილიყვნენ. ევერესტია, კინგსია, ჩემი მოსწავლეები ახაც ყველგან და მიეჩვენენ კიდევაც მშობლები, როდესაც წარმატება ჰქონდათ და რაღაცას მიაღწია, პირველი წელი ჩემი ჩარევა დაჭირდა და მე თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს და აქეთ მეუბნებიან რომ ევერესტია, კინგსია, კონკურსია ქართული მათემატიკა და ეს უკვე მიაღწიება შეხსენება. თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ წარმატება ბავშვისთვის და მშობლისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. და კიდევ როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად თანამშრომლობთ ხონში არსებული საქართველოს ფსიქოდისპანსერი, რომელიც ზუსტად შეიძლება დასახელებას ვერ ვამბობდე, ბატონი გოჩა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას, ბევრ კარგ საქმესთანაა დაკავშირებული საგანმანათლებლო პროექტებით და როგორც ვიცი, თქვენ სკოლასთანაც აქვთ სტიპენდიის სახით ძალიან სერიოზული შეხებები. ამაზეც რომ ვისაუბროთ. როდესაც ჩემი სადამრიგებლო კლასი პირველ კლასში იყო, მაშინ ბატონმა გოჩამ გადაწყვიტა, რომ ამ ნაკადისთვის ყველა პირველ კლასელისთვის რაიონში ვინც მუნიციპალიტეტში ვინც იმყოფება კონკურსი გამოეცხადებინა და ყოველწლიურად 12 წლის განმავლობაში წარმატებულ მუნიციპალიტეტში წარმატებულ 10 მოსწავლეს დააფინანსებდა, სტიპენდიას გადაუხდიდა ყოველ თვეში გარკვეულ თანხას და მე კიდე შეპირდა 12 წელს მერე რაღაც აქვს კიდე სიურპრიზები და ჩემი სადამრიგებლო კლასი ამ კუთხით ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გავიზარდით რაოდენობრივად 12 მოსწავლე ყავს, 12-დან 3 სტიპენდიის მფლობელი ყავს რაიონში. იმათ მოსწავლეს შორის 3 ჩემი სკოლის მეოთხე კლასელია. ოჩახ. 12 ბავშვიდან მინდა ხაზგასმით აღნიშნო. სოფილია მცირერიცხოვანი კლასი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი მასწავლებელი მე თქვენ ისაც გეტყობათ ახლა და ისაც ვიცი რომ ნამდვილად კარგი მასწავლებელი ხართ, მაგრამ მაინც კარგი მასწავლებელი ფასდება მოსწავლეები. თუ მოსწავლეები არ აკავს კარგი, ხო, გერფას მარტო კარგი მასწავლებელი, მე მგონი ეს სამატება არ ქვია. ყველა კონკურსი არ ვიცი, ჩემთვის არის არ ხელვის ხელვა კი არა და რა ქვია არ ვიცი ამას და ეს მარტო ჩემი მიღწევა არ არის სტიპენდიასთან დაკავშირებით საუკეთესო მასწავლებლები ყავს რომლებიც ქართული მათემატიკა სკოლის დირექცია ჩვენ გვერდით დგას და ყველაფერს ვაკეთებთ იმის რომ ბავშვებმა მოხდიათ აკარგონ უნდა გავიზარდოთ ანუ პირველ კლასში ყავდა ერთი მეორე ორი მესამეში სამი და წელს აუცილებლად 4 უნდა გავხდეთ მეოთხე კლასელებს. სტიპენდიები გახდეს და ასეც იქნება ერთ რაიონის 10-დან ჩვენ უნდა ვიყოთ 4. კამპანიებზე ასევე უნდა გითხოთ კიდევ იმდენ პროექტებში ხართ და იმდენი ჯერჯერობით რაც დავიწყეთ გადაცემა ვერ მოვახერხეთ თქვენი პიროვნულ რენომეზე გველაპარაკა სულ თქვენ წარმატებებზე საუბრობთ ძალიან კაია. მე ვიცი რომ ძალიან კარგი პრაქტიკაა ხონის სათემო ცენტრთან თანამშრომლობის განსაკუთრებით ჩვენი ფსიქოლოგი კალბოტონი ლალი ნაკაშიძე. კალბოტონი ლალი გახლავთ პროფესიულ წრეებში საკმაოდ აღიარებული და კარგი ფსიქოლოგი და ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობა რომ დემთა დასახლებაში ბევრს მოემსახუროს სულიად უსასყიდლოდ, რომელსაც პროექტი ანაზღაურებს ამ ხარჯებს და კალბოტონი ლალი ხშირად არის აქ ხონში. და მე როგორც გავიგე რომ ასევე თქვენ თანამშრომლობთ რაღაც პროექტებით, ამაზეც რომ მოგვიყვეთ. ბუნების მეტყველებასთან ერთად მე და საზოგადოების მასწავლებელიც ვარ და იდეა გამიჩნდა რომ ბულინგი თემა ზოგადად და კიბერბულინგი არც ისეთი თემა არა, უფრო აქტიური თემა და აქტუალური საკითხია და შორს არ არის ნამდვილად ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი
პატარები იყვნენ მეოთხე კლასელები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჭირო თემა იყო და დავიწყეთ მშობელთა ჩართულობით პროექტი გავაკეთეთ და მე სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლიამ მითხრა, რომ ფსიქოლოგი თუ აქტივობები როცა შეთავაზე და უთხარი, რომ ეს აქტივობები მაგ შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული წარმომადგენლები მინდა ფსიქოლოგიც მიჭირდება მეოთხე ერთ-ერთი აქტივობაში და მან მითხრა, რომ ჩვენ ღონისძიებულ თემში მე მგონი ქალბატონ ელისოს დაუკავშირდა და კი აქ ვართ ჩვენ და ასე აღმოჩნდით ქალბატონ ლალისთან მოვიწვიეთ სკოლაში ყავდა მშობელთა ჩართულობა იყო მოსწავლეები და ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა საჭირო ამავდროულად ბულინგთან დაკავშირებით და კიბერბულინგთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენ ხანს საათს გაგრძელდა მართლა საინტერესო შეხვედრა იყო და მადლობა ამისთვის ქალბატონ ლალის და თქვენს ცენტრს ქალბატონო იამზე ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა პრაქტიკულად ვერ ამოვწურეთ მთელი გადაცემა თქვენ წარმატებებზე საუბარით ეს ძალიან კარგია ეს იმხე ყოველთვის ვამბობ ეს იმხელა საჩუქარია ქვეყნისთვის და მით უმეტეს მაინც ახლა რეგიონი ვქვია ხო რაინც კი რეგიონი ვარ თბილისის გარეთ უფრო ნაკლებია ეს ხელშესახებობა მეტი სიკეთე მიიღოს მოსწავლემ და ეს რა ხა თქვენი პედაგოგის სკოლას და სოფელს ყავს არის ძალიან მაგარი მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისათვის და ჯილდოზე რომელზეც თქვენ წარდგენილი ხართ 27 ოქტომბერსა მასწავლებლის დღეა ხო საერთაშორისო დღეა თუ ქართული ხო ეროვნული დღეა ქართული დღეა მასწავლებელთა და მინდა რომ როგორც გამარჯვებული მასწავლებელი კიდე დაგპატიჟოთ რადიოში და ამაზე მე ვესაუბროთ ჩვენ სმენელებს ძალიან მადლობა მე მინდა რადიო სმენელებს შევახსენო ჩემი განაცემის სტუმარი გახდათ გალაქტიო ტაბიძის სახელობის სოფელი ივანდიდის საჯარო სკოლის ბუნების მეტყველების წამყვანი მასწავლებელი ქალბატონი იამზე ფანსულაია დიდი მადლობა ქალბატონო იამზე დიდი მადლობა გაიხარეთ თქვენს მოწვევისთვის